აივ-ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში წინა წელთან შედარებით შიცით დაინფიცირებულთა რიცხვი 6%-ითაა გაზრდილი. ინფექციონისტები ამ ფაქტს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ოკუპანტი რუსეთიდან უკონტროლო მიგრაციას უკავშირებენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. უფრო კონკრეტულად, რამ გამოიწვია ქვეყანაში შიცით ინფიცირების მატება, ნინი ჟიჟიაშვილი შემოგვიერთდება ამ თემით პირდაპირ ეთერში გისმენთ ნინი. თათია მედიკოსებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა აუცილებლად გაუარესებდა აივ-ინფექციით ინფიცირების სტატისტიკას, იმ მარტივი მიზეზით, რომ დღეს დადასტურებულად ოკუპანტ ქვეყანაში აივ-ინფიცირების უფრო მეტი შემთხვევაა, ვიდრე მთელ დანარჩენ ევროპაში და იქ ამ მხრივ ვითარება არის უკონტროლო პრევენციის მექანიზმები. ფაქტობრივად მოშრილია და ასევე მედიკოსები არ ენდობიან არც ამ ოფიციალურ სტატისტიკას, რადგან რუსეთში ამ მხრივ უკვე ძალიან დიდი ხანია არ მუშაობენ სპეციალისტები და სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტები, იქ არ ფუნქციონირებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. რაც შეეხება საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკას, ამ დროისთვის რეგისტრირებულია აივით ინფიცირების 10104 შემთხვევა, ხოლო რაც შეეხება 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემს, ამ 6 თვის მონაცემის შარშანდელ 6 თვესთან შედარებით არის გაზრდილი 6%-ით. ინფექციონისტები ახლა საუბრობენ იმის შესახებ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და გამოიყენოს პრაქტიკა, რომელიც უკვე კარგად ნაცადი აქვს ევროპის ქვეყნებს და როგორც მინიმუმ საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესთავაზოს აივზე ტესტირება, თუნდაც უფასოდ და ამ მხრივ სერვისები გაავრცელოს და უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ყველაზე ხშირად აივ ინფექცია გადამდებია სწორედ გადადის დაუცველი სქესობრივი კავშირით და სისხლით, ამიტომ ახლა ინფექციონისტები მოსახლეობასაც მოუწოდებენ, რომ იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად. რუსეთი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეპიდემიის ადგილი. შესაბამისად, რასაკვირველია, ქვეყანა ყოველთვის უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, ასეთი ნაკადის ადამიანების შემოსვლის დროს, სადაც აივ-ინფექციის გავრცელება მაღალია. ეს ძალიან ლოგიკურია და ფაქტიურად ეს ეპიდემიოლოგიის კანონები გვიკარნახებენ იმას, რომ ძალიან მალე გვექნება კიდევ უფრო მეტი ზრდა და 6%-ით ნამდვილად არ შემოიფარგლება. გასაფართოებელია თვითონ აივ-ინფექციის შიცთან დაკავშირებული სერვისები ჩვენს ქვეყანაში. ვინაიდან სამწუხაროდ დღეისათვის ეს არის ძალიან ისეთი ვერტიკალური სისტემა, ცოტა საბჭოური სისტემა. ჩვენთან საინფორმაციო კამპანიაც უნდა იყოს დაწყებული ინტენსიური და არა, თქვა, დამალვა ამ პრობლემის. ეს არის ყველაზე დიდი მტერი, თქვა, იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექციის გავრცელების რუსეთში შიცის აივ-ინფექციის მქონეთა რაოდენობა აღემატება მთელ დანარჩენ ევროპაში ადამიანების ინფიცირებულთა რაოდენობას. სახელმწიფომ რაღაც უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმ მხრივ, რომ პრევენცია მოხდეს გავრცელების, მაგალითად ზოგადად მიგრანტები ითვლება მაღალი რისკის ჯგუფად, საერთოდ ყველა ქვეყანა ამას აღიარებს. მინიმუმ აუცილებლად უნდა შეთავაზებულ იქნას აივზე ტესტირება, მოსახლეობის მხრიდან ის, რომ დაუცველი სქესობრივი კონტაქტებისგან თავი შეიკავონ, ეს ახლა აქ რა თქმა უნდა ეთნიკურ კუთვნილებაზე ზედმეტი ელაპარაკი და ეს ზოგადი მოწოდებაა, მაგრამ განსაკუთრებით ახსოვდეთ, რომ დღეს ეს რისკი კიდევ უფრო გაზრდილია. შიცით ინფიცირების გამოვლინება არ ხდება მყისიერად, ამიტომ ქართველი ინფექციონისტები ვარაუდობენ, რომ ეს 6%-იანი მონაცემი არ არის საბოლოო და ზუსტი და შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება ინფექციური პათოლოგიების ცენტრს, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მათ ჯერ არ გაუკეთებიათ. რამდენიმე დღის წინ ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა Facebook სტატუსი, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს, რომ ეს ეპიდემია ჩვენთან 2030 წელს უნდა იყოს დასრულებული და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ამ საშვილიშვილო საქმეში ხელი არ შეეშალოთ მიგრაციის გამო.